გამარჯობათ მეგობრებო, როგორ ახართ? შემოგიერთდით კიდევ. ხომ ხართ ყველანი კარგად? მე მივიღე უკვე მთის იერი. დღეს გითხრეს, რომ აქ ყოფილა თურმე სამკურნალო წყალი და აი გადავწყვიტეთ, რომ წავიდეთ იქ. ხოდა მივდივართ ეხლა იქ. ნახოთ აბა სად არის, როგორ არის, მიგვასწავლეს და მაინც ხომ უნდა ვნახოთ. თან იმკურნალები წამოიღო უნდა იქაც შეგიძლიათ ოფერები ჩააწყოთ და ფოტოს აღამოსო. კიდევ აი პილოტოთ ამოფხებიო, რა ვიცი, გავაკეთებთ რაც გითხრეს. ცუდი რატომ იქნება? ეხლა არის შვა დღე, დილას ვერ წავედით, დილას ვიძინეთ. აუმარჯო სოფრონის. აბანოს თქვენ მინდა ასულა და საცხა შესახებ. ეხლა გზად ვიკითხეთ, ძალიან შორს ყოფილა. მანქანა არ მიდის კამდეო. ეხით მოგვიწევს სავარაუდოდ. იმედია ძალიან დიდი გზა არ იქნება და მობრუნება არ დამჭირდება. იქ ჩაიუნდი. სადღაც იქ არის, სადღაც იქ გორაზე. ვაი. ვერახვალო კი გითხრეს და ძალიან მაღლაზე მივდივართ მეგობრებო, მაგრამ ამ მანქანით მე მგონი იქამდე ვერავალ, სადღაც მოგვიწევს გაჩერება. აი იქ სადღაც მაღლაზე. ნახეთ როგორი აღმართია. ჯიპები ადიან ხოლოსო, ჩვენი მანქანით ვერავალთ იქ და გავაჩერეთ და წავალთ ფეხით. სადღაც იქ უნდა ავიდეთ ანძის იქითო. მერეო მარჯვნივო, ასე მიგვასწავლა ეხლა ბებია. და სადღაც კიდე ტალახები ყოფილა სამკურნალო, მაგრამ ეხლა ტალახების წასმას ნამდვილად არ ვაპირებ. აი აქ მეგობრებო, ანძა ყოფილა თავის დროზე და წაქცეულა ეტყობა ზამთარში. ამირანი მეფარება ეხლა. აი, გადატეხილია. ნახეთ. და ეს მერე მეორე ახალი გავკეთებიათ. და სახლს აცდენილა. ნახეთ. ორივე სახლის შუაში წაქცეულა. კიდევ კარგი. ეხლა მე მგონი აქედან უნდა გავუყვეთ 100 ამბილიქს. და სადღაც იქით უნდა წავიდეთ. სადღაც იქ ყოფილა მეგობრებო, აი ცოტა ახლოს მოვიტანო თორე. ნახეთ. სადღაც იქ ყოფილა ტალახების აბანო. აი იქო გვითხრეს. და ეს ჩვენ სადაც მივდივართ წყალზე, სამკურნალო წყალზე. აი ამ ფერდობის იქითაა და მერე კიდე მარჯვნივ. ნახოთ, ჯერ მივდივართ და აღმართებია სულ. ეს ბოლო მოსახლე იყო. აქ ამის იქით აღარ არის სახლები. ძალიან მაგარი ადგილებია აქაც. ძალიან. აქ რაღაც სპეციალური მოიცოდეთ ბოდიშით სპეციალური შენობა. არ ვიცი რა აქ არც მემთივრეა და არც დამსვენებელი. რა შენობა არის ვერ გეტყვით. ჩვენ კიდე მივდივართ და მივდივართ აღმართზე. უკან რომ ვიხედებით, ასეთია უკან მისახედი გზა. სადაც რომ ჩვენც სადღაც იქ ბოლოში ჩვენც კი ვართ და მე რომ გუშინ ავედი, აი იქ რომ ნაძვები მოჩანს, იქ ვიყავი გუშინმე მარტო. და კიდე იმას ზევით ვართ, ეხლა ამოსულები. დავჯექით ცოტა, ვისვენებთ, თორემ ძალიან დავიღალეთ. აქ ნახეთ. რა ხდება? აი, სად არის მანქანა. და
რა ვიცი, იმედია იქ არ ვართ სასლელი. ნახოთ, ჯერ მივდივართ კიდე, აზრზე არ ვართ სად. თითქმის ამოვედით მეგობრებო სიმაღლეზე. მანქანის გზა, რა ვიცი, იქ მანქანაა გასული. და იქ ვერ ნახეს, რაღაც ცუდად იჭერს აქ. ვერ ნახეს და ქვევით ჩასულები ისევ ზევით მიდიან და ჩვენ საიდან ნახავთ არ ვიცი. აი აქ მუშაობენ მეგობრებო. იქ ავედი მათ ვკითხე და ამ ბილიკს უნდა გაყვეთო მალეაო, მაგრამ ამ ბილიკს ეძახიან და ბილიკი კი არა, მანქანით დადის ხალხი. ხო და მე 100 მეტროშიაო და ეხლა მაინც განითა გზა და ამირანი ძალიან დაიღალა, მაგრამ აქ ამოსული აღარ დავნებდები. ნახეთ, აქაურობა. აი ნახეთ, სად ვართ მეგობრებო, არ ვიცი. რაღაც მთის ფერდობზე მართლა. მაღლა ნამდვილად ვეღარავალ, თორემ საინტერესო კია. ამირანი დადის შეფუთული. მოიცა აი შეფუთული. დაიღალა, ცოტა გაიოფლა კიდეც ეხლა ამ ხელა აღმართს რომ ამოუყვები და ცოტა აწუწონდა კიდეც, მაგრამ ბარე მივალთ, სადღაც 100 მეტროშიაო და მივალთ. ამოვედით. რაღაც სიმაღლეზე, რა ვიცი. და აი ნახეთ რა არის. აჰა, წყარო. წყარო როგორ გამოდის, მიწიდან ამოდის. აი ნახეთ. ეს არის. აქ გაუკეთებიათ სპეციალურად და ეს არის. მაგრამ აქ საქონელიც დადის და ნახეთ როგორი მოცურილია აქაურობა. ეხლა წყალს რა დააბინძურებს, წყალს კი არ. ეს რომ შემოღობილი იყოს და ნაპატრონები იყოს, ხალხი დადის და მაგრამ რა ვიცი აბა ესეც ჩვენი საქმე არ არის და წყაროზე კი მოვედით. და მე ვიცი ჩემი ბებიასგან, რომ სადაც ამბავი წყალი გადის, იქ ძირი თეთრი უნდა იყოს და კი არის თეთრი. ხო, აქაც თეთრია. ასე რომ ნამდვილად აბანოა. აი, ეხლა აქ მანქანით იყვნენ ამოსულები, დატოვეს მანქანა, სამანქანე გზა არ არის იქ და წავიდნენ ტალახებში. იქ აბანოს ტალახებს ეძახიან და სადღაც იქ შორს არის. იქ ნამდვილად ვერც სურვილის გამოგავარ და ვერც სამკურნალოდ. ამ ადგილზე რომ მოვედით, ეგეც კაია რომ ტყილა არ დავჭით ამოსული. ეხლა რომ რა ცივია, აქ ფეხებს რა ჩააწყობ. რომ დავლიო, ნეტარ რანაირია. დასალევად შეიძლება აბანო? არა, დაიცი. არა, დალევას არ ვაპირებ ნამდვილად. არ ვიცი, შეიძლება კუჭისთვის კაია, მაგრამ შეიძლება და ვინ თქვა კუჭისა? კუჭის არ უთქმია? არ ვიცი, მე შენია ვერ დავდო, მაინც გავავსებთ. არაო. გავავსებთ, გავჩერდებით ცოტა ხანს მინდორში და დავყვებით ისე. თავარია მივაგენით და ტყილა არ დავჭით ამოსულები. ხელა გზა როგორ უნდა გაბედონ წასვლა, მე არ ვიცი, ალბათ ჭირდებათ ძალიან, თორე იქ ნამდვილად ვეღარ გავალ, თუ გინდაც რომ სამკურნალო იყოს. ნახეთ აქ, სად ვართ მეგობრებო, იცი? ეს აქაურობა საერთოდ არ ჩანს იქიდან. მეგონა რომ ამოვედით ბოლო გორაზე და გორიდან გორა მიდის და გორიდან გორა მიდის კიდევ. რა საინტერესო ხადამოდის. ხო, ძალიან საინტერესოა. ამოდის მიწიდან. ნახეთ. ეს ვიღაცას გაუკეთებია, მაგრამ ის არა, მაგის მაგამოდის. ეს ნახეთ, როგორ ამოდის მიწიდან. ნახეთ. და აშკარად რომ აბანოა. რა ვიცი, მაგრამ ნაპატრონები რომ იყოს და ასე საქონლის ნავალი არ იყოს, ბევრად საინტერესო და უკეთესი იქნება, რა თქმა უნდა. მაგრამ ჩვენ რადგან თან სანახავად გვინდოდა და თან სამკურნალოდ ფეხებისთვის სულ არ არის პრობლემა. ტყუილად არ ამოვსულვართ მეგობრებო, მართლა მთავარია მოვედით იმ წერტილზე, გაუფუჭებიათ საქონელს, მაგრამ წყალი ჩვეულებრივად არის, გამოდის, უბრალოდ კუთხეები, მისი კუთხეები აღარ არის თორე. აი ეგ ნახეთ გული სპეციალურად. რომ აქ თურმე ჯდებოდნენ და ფეხებსაც
იბანდნენ შიგნით, მაგრამ ამ ცივ წყალში ფეხებს როგორ იბანდნენ, ეს არ ვიცი. ყინულივე წყალია. მაგრამ იმ ადგილას კი ვართ ნამდვილად. ეგეც საინტერესო იყო. ის ტალახებიც საინტერესოა, მაგრამ იქ ნამდვილად ვერ გავალ, ვერაფრით. ეხლა გავჩერდებით ცოტა ხანს აქ და მერე დავყვებით ისევ ფეხით ქვემოთ. საკმაოდ ქვევით, აი ეს რაც მოჩანს, ეს ზედანაწილია და ჩვენ ვართ იქიდან კიდე კარგად ქვევით. შეიძლება. აი ჩვენ გავჩერდით ეხლა აქ არ ვიცოდით საერთოდ თუ ეს გოგირდის ტალახი აქაც იყო. გვითხრეს რომ ძალიან შორს იყო და ეხლა შეგხვდა აქ ჩვენ ერთი გოგო, იმან გვითხრა რომ იგივე ტალახია აქ და შეგიძლიათ წაისვათ და იმკურნალოთო და რაღა მინდა იქ შორს. აი ნახეთ როგორია, მართლა რომ გამოვიარე კი შევნიშნე, მაგრამ არ ვიფიქრებდი თუ ეს სამკურნალო ტალახი იყო. წავისმენ ხელებზე და ახლა დანაჩენს ფეხებს ვერ ჩავყოფო, სახეზეც კაია, მართლა? უი, და წყალიცაა აქვე და დავიბანთ. კაია, ესეც აღმოჩენაა მეგობრებო. რაღაც უნდა გაჩვენოთ და არ შეგეშინდეთ. თან ეკრანით შეიძლება ცოტა არ იყოს სუფთა. და მაგისთვისაც უნდა მაპატიოთ, იმიტომ რომ სულ გოგირდი ვარ და სულ გოგირდის ტალახით ვარ გავსილი. შემოვაბრუნო უნდა ეკრანი და არც გაგეჩინოთ და არც გაგიკვირდეთ. აი ნახეთ. აი ნახეთ. მეგობრებო, ამ გოგომ თქვა, მე აქ დავდივარ წლებიაო, რომ ეს გოგირდის ტალახიო, სახშიც მიმავსო და სულ ვისმეო. არ ჩანდა ძალიან ახალგაზრდა გოგო, მაგრამ ქარივით დაქროდა. ძალიან ხალისიანი, კარგი გოგო იყო. ძალიან კვაკოფილი ვარ ამ გოგირდის ოსახეც გამისუფთავაო. ყველანაირად კარგიაო. ხო და ექსკლუზივი, გავიკეთე მეც. არ ვიცი თქვენთვის ახლა რანაირად გამოვიყურები, მაგრამ ესეც უნდა ნახო თურმე და ეგეც უნდა გააკეთო. ასე რომ მე ვარ მოგზაური ადამიანი უკვე და რასაც გადავაწყდები, ყველაფერი უნდა რა ქვია მას, ყველაფერი უნდა ვცადო. გავჩერდებით ცოტა ხანს, დავიბან მერე და წავალ, თორემ გზაში არ შევასწინო მერე ვინმე. სულ ფეხებზეც ქონდა იმ გოგოს წასმული. მთლიანად წაისვა, შოლტიკები ეცოდა, სადაც მიწვდა ხელი, ყველგან წაისვა. სახე, ტანი, ხელი, ფეხი, ყველგან. ცოდოთ რა, ჩვენი ფული არ მიდის და არაფერი არ მიდის. ჩვენი რა მიდის. გზაზე შემხვდა წყალი და ჩამოვიბანე მეგობრებო. საკმაოდ გზა იყო და ისე შემახმა, უკვე ვეღარ ვლაპარაკობდი. სახში მერე გავჭეს ფეხებზეც წავისმე. მართლა როგორი იგია, იცით, ეხლა ამ ერთ დღეზე არ ვერ ვიმკურნალებ მე რამეს, მაგრამ სახე მაგ ჩამირბილა და როგორ გეგონება, იცი, რაღაც კრემი რომ წაისვა და აპრიალდეს, რაღაც ისეთია, კანი, ხელის, სახეს. ეგეც ჩემი კიდევ ერთი განსხვავებული დღე მეგობრები. დაგემშვიდობებით მეგობრებო, დღეს ამით. არ ვიცი დღეს კიდევ რამე გეგმა გვექნება თუ არ გვექნება. ეხლა მივალთ, შევჭამთ რამეს, დავისვენეთ კარგად და ნახოთ მერე რამეს თუ გადავწყვეტ. მომწერეთ მეგობრებო, აი აქამდე რაც ნახეთ, თქვენი შთაბეჭდილებები, ანის რომ ელოდით ჩემგან ამას თუ არა, ანის რომ როგორ მხედავთ ამ გარემოში, ნუ ნებისმიერ რამეზე მომწერეთ და ერთს გეტყვით კიდე იმას, რომ მე ქალაქში ხომ ძალიან ვერ ვარ ვიძახდი სულ, აი აქ როგორც შემოვდივ ფეხი და რომ გამეხსნა ფილტვები,
ისეთ ენერგიაზე მოვედი, რომ ხომ ხედავთ ყველა დღე მთებს გადავდივარ. მართლა, ოღონდ. მე წნევაც მივარდებოდა იქ. ერთხელ მოვიხადე 2 წლის წინ ფილტვების და ბრუნხების ანთება და ეთყობა რაღაც მაგცოდა მაინც დარჩენილი და ეს გარემო ეს მთა ჩემთვის დარჩა ძალიან კარგი. დროებით აბა მეგობრებო, დაგიბრუნდებით ამ დღეს ამ ვიდეოების ატვირთვა კი იცით, რომ როცა იტვირთება, მაშინ დებთ. დროს უკვე ვეღარ ვაკონტროლებ ამ ინტერნეტის გამო. ხან სადიჭერს და ხან საერთოდ არ იჭერს. აბა დროებით.